ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში C-ჰეპატიტის მართვის პროექტი აპრილის ბოლოს ძალაში შევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 21 აპრილისთვის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რის შედეგადაც პირველ ეტაპზე პრეპარატს 5000 ადამიანი მიიღებს. დავით სერგენკოს თქმით, აუცილებელია პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობას დაიწყებენ, კარგად გააცნობიერონ, რომ აუცილებელია ძირითადი პრინციპების დაცვა. კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც C-ჰეპატიტის დაავადებულმა ახალი პრეპარატის სოფუს ბურვისის შემოსვლის შესახებ გაიგეს, მკურნალობა შეწყვიტეს.